ბატონო? Zoom-ში თუ ვიქნებით ჩართულები. ხო, აბა საკონტროლოს როგორ წერთ ხოლმე? დასაკეთე. აი ესე, მოგიგზავნით და დაწერთ. უკაცრავთ, რომ რამდენი ხანი გვექნება? საკონტროლოზე გააჩნია რამდენ საკითხს მოვიდა. აი ნახეთ, მე მინდა ესე იგი აი ნუ ახლა ის კლასიკურები და ის თვისებები და ისინი არა, ის ხო ქონდა შუალედურზე. ესე იგი ეს იქნება შემთხვევითი სიდიდეები, განაწილების ფუნქცია, განაწილების სიმკვრივე, მათემატიკური ლოდინი, დისპერსია და განაწილების ფუნქცია. აი ეს გვექნება. მოდით ახლა მე კიდევ ერთხელ ამას ყველაფერს გაგაკეთებიებთ და მე ბოლოს გაგაკეთებიებთ ვექტორ. თქვენ ორჯერადი ინტეგრალები იცით? არა. არა. მაშინ დისკრეტული შემთხვევა განვიხილოთ ორგანზომილებიანი ვექტორის. კაი, მოდით დავიწყოთ ახლა, ესე იგი რა საკითხები უკაცრავად ბავშვებო ერთი წამი უპასუხებ ბატონო. გამარჯობა. დიახ. მე მოვჩი ის უკვე და გაშვებული მყავს. მოვჩი თქვენ კალკულუსზე მირეკა. არ არის 11-დან, იქ წერია 9-დან პირველამდე. ასე რომ არასწორად გიჩვენ 9-ზე დავიწყეთ და მოვჩით. ეხლა რაღა დროისაა? ერთიანად ჩავატარეთ და მოვჩით და ეხლა 4 საათი არაფერი არ ქონდა ჩვენ გასაკეთებელი. ესე იგი, ნახეთ, დავიწყეთ ახლა ჩვენ პირველი მინდა მე ახლა დავიწყებ უწყვეტით. ხო, ჩანს ჩემი დაფა? ჩემი დაფა თუ საწერის საშუალება. კაი. ეხლა ანუ აი ესეთი ერთი შეკითხვა იქნება, სადაც ამაზე გვექნება მოცემული პატივცემულება ყველაფერი. Так. ახლა ერთი წამი. პირველი. თქვათ მოცემულია უწყვეტი შემთხვევითი სიდიდის განაწილების სიმკვრივე. ხო? ეს არის, ესე იგი ვიმეორებ. შემდეგ ხუთშაბათს ვატარებ მე საკონტროლო წერას და ამ საკონტროლო წერაზე თუ გინდათ მოდი ჩამოვწეროთ ეს საკითხები. პირველი. ნახე, დაწერეთ შემთხვევითი სიდიდის განაწილების, ნუ შეიძლება ვიღაცა საკითხებიც უნდადეს. შემთხვევითი სიდიდის განაწილების კანონი. მეორე. შემთხვევითი სიდიდის განაწილების ფუნქცია, განაწილების სიმკვრივე. მესამე. შემთხვევითი სიდიდის მათემატიკური ლოდინი, დისპერსია, სტანდარტული გადახრა. და მეხუთე იყოს მოქმედებები შემთხვევით სიდიდეებზე. მეექვსე შემთხვევით სიდიდესთან დაკავშირებული ალბათობების პოვნა. კაი, ეხლა წე, თქვათ მოცემულია x შემთხვევითი სიდიდის განაწილების კიდე ერთი შეკითხვა, ვინმე ხო არ არის, რომელსაც ან ნიშანი შუალედურის არაესახა, ან რაიმე გადაამოწმეთ ბავშვებო, იმიტომ რომ ჩვენ დაგჭა პრაქტიკულად ორი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა გვექნება საკონტროლო წერა და მე 24-ში უკვე ნიშნებს გეტყვით და საგამოცდო მითითებებს მოგცემთ.
ესე იგი მოცემულია შემთხვევითი სიდიდე, რომლის განაწილების სიმკვრივეს აქვს სახე 0 თუ x-ი ნაკლებია ან ტოლი 0-ზე, ax-ი თუ x-ი არის 0-დან 2-მდე და 0 თუ x-ი მეტია 0-ზე. პირველი შეკითხვა არის ვიპოვოთ c. ჩვენ ვიცით, რომ განაწილების სიმკვრივიდან ინტეგრალი, ხო? რისი ტოლია? 1-ის. ამიტომ ეს იქნება 0-დან 2-მდე ax-ი dx-ი უდრის 1-ს. გავიტანე a და იქნება x კვადრატი ნახევარი 0-დან 2-მდე უდრის 1-ს. ჩავსვათ აი აქ 2 და არის 1/2. პირველი ვიპოვეთ ეს. შეკითხვები გვაქვს აქ? არა. ეხლა გვინდა განაწილების ფუნქციის პოვნა. გაიხსენეთ, განაწილების ფუნქცია დიდი f(x)-ი ეს არის, ნუ ამის წარმოებული უდრის სიმკვრივეს. ხო, და ჩვენ ვიცით, რომ განაწილების ფუნქცია ეს არის ინტეგრალი მინუს უსასრულობიდან x-მდე ft dt. ხო? ეხლა მოდი აი აქით დავწერ ამას. ხა ნახეთ ბავშვებო, ეს იქნება ესეთი. თუ x-ი ნაკლებია ან ტოლი 0-ზე არის 0. ეხლა ჩვენ განვიხილოთ, აი ეს ინტეგრალი რას უდრის, თუ x-ი არის 0-დან 2-მდე. ხო? ამიტომ მე ვწერ f(x)-ი უდრის მინუს უსასრულობიდან გავხლიჩოთ 0-მდე ft dt პლუს 0-დან x-მდე ft dt. ეხლა ეს გაქრა 0-ია და დამჭა ინტეგრალი 0-დან x-მდე და 0-დან x-მდე ეს ჩვენ გვქონდა უკვე 1/2 x-ი, ისა t dt. 1/2 გავიდა ინტეგრალი t-დან ეს არის t კვადრატ ნახევარი ჩასმა 0-დან x-მდე. ნიკოლოზი, გესმის ჩემი ჯავახიშვილი ხო ხარ აქ? ნიკა, ხო გესმის? მიკროფონი არ გაქვს, მაგრამ ხო გესმის? 1/2 x კვადრატ ნახევარი იქნება ეს. ამიტომ დავწერე აი აქა 1/2 x კვადრატა ესე, ჩაგვეწერა ესე, ლამაზად x კვადრატ მეოთხედი, თუ x-ი არის 0-დან 2-მდე. ეხლა გვინდა რა იქნება ეს, თუ x-ი მეტია 2-ზე. ანუ განაწილების ფუნქცია იქნება მინუს უსასრულობიდან 0-მდე ft dt პლუს 0-დან 2-მდე ft dt და პლუს 2-დან x-მდე ft dt. პირველი ინტეგრალი და ბოლო ინტეგრალი გაქრება და დაგვრჩება 0-დან 2-მდე ft dt. ესე იგი ეს იქნება 0-დან 2-მდე, ჩვენ აქ გვაქვს რა 1/2 t dt, ეს იქნება 1/2 t კვადრატ ისა მეორედი ჩასმა 0-დან 2-მდე და ნუ ეს არის რა 4 გაყოფილი 2/2-ზე ან 4-ზე და არის 1. აი ეს არის, ანუ მივიღეთ ჩვენ განაწილების ფუნქცია, რომელსაც ექნება ესეთი სახე f(x)-ი უდრის 0 თუ x-ი ნაკლებია ან ტოლი 0-ზე, x კვადრატ მეოთხედი, თუ x-ი მეტია 0-ზე და ნაკლებია ან ტოლი 2-ზე და ეს არის 1 თუ x-ი მეტია 2-ზე. გავიგეთ? უკაცრავად ბოლო ის არ ჩანს და შეგიძლიათ ცოტა რო აწიო. ჩაიწერეთ? დიახ. კარგი. ეხლა შემდეგი საკითხი ჩვენ აქ
გქონდა განაწილების ფუნქცია იპოვეთო, ეხლა გვეკითხებიან იპოვეთო მათემატიკური ლოდინი დისპერსია და შემდეგი ხდომილობის ალბათობა. ალბათობაო რომ ამ x-ი მიიღოსო 1-ზე მეტი მნიშვნელობა. მიხა ჩვენ ვიცით რომ x-ი მიიღოს მნიშვნელობა 1-ზე მეტი, ეს ჩვენ შეგვიძლია ასევე გახსოვთ თქვენ ორნაირად x-ი იყოს რაღაცა a-დან b-მდე, ეს არის იგივე რაც განაწილების ფუნქცია b-ში მინუს განაწილების ფუნქცია a-ში, ან იგივეა რაც ინტეგრალი a-დან b-მდე სიმკვრივიდან, ხო? აი ეს. ეხლა ეს არის რა? ეს არის პრაქტიკულად ინტეგრალი 1-დან უსასრულობამდე ft dt. იმიტომ რომ რატო? ეს არის პრაქტიკულად ფართობი 1-დან მარჯვნივ. ანუ ეს არის ინტეგრალი. ან ეს არის რა? მეორენაირად ეს არის აქედან ინტეგრალი რა არის? განაწილების ფუნქცია პლუს უსასრულობაში მინუს განაწილების ფუნქცია 1-ში. ესეც შეგვიძლია და ესეც შეგვიძლია. განაწილების ფუნქცია პლუს უსასრულობაში ეს თქვენ იცით 1-ია და მინუს განაწილების ფუნქცია 1-ში. ეხლა არ ვიპოვეთ, აი აქ ჩვენ ნახეთ განაწილების ფუნქცია. აი 1-ში იქნება 1/4, ხო? ამიტომ ეს იქნება 1 მინუს 1/4 და ეს არის 3/4. გავიგეთ? კარგი, ახლა ვიპოვოთ მათემატიკური ლოდინი. ესა ინტეგრალი ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება ეს 0-დან 2-მდე, რომ სხვაგან ადიციურობის გამო 0-ია, 0 x-ი, f(x)-ი, dx-ი. ამიტომ ეს არის 0-დან 2-მდე x-ი 1/4. ჩვენ გქონდა სიმკვრივე ბოდიში 1/2 x-ი, ხო? dx-ი. ეს იქნება 1/2, ეს არის x კვადრატიდან ინტეგრალი x კუბი მე-13, 0-დან 2-მდე, ამიტომ ეს არის 8/2 და არის 4. ეხლა რა იქნება დისპერსია? დისპერსია რო ვიპოვოთ, გამოვიყენოთ ფორმულა, ესა კვადრატის ლოდინს გამოკლებული ლოდინის კვადრატი, ხო? ანუ ეს არის აი 4-ის კვადრატი და ეს მჭირდება, ხო? ეხლა ნახეთ ბავშვებო, მე რო გითხარით თქვენ რომ ნებისმიერი შემთხვევითი სიდიდის ბორელის ფუნქცია, ისევ შემთხვევითი სიდიდია და მისი მათემატიკური ლოდინი იქნება ინტეგრალი მინუს უსასრულობიდან პლუსამდე gx-ი f(x)-ი dx-ი. აი ეს. ამიტომ თუ აქ მე მაქვს x კვადრატი, შესაბამისად აქ დამიჯდება x კვადრატი და სიმკვრივე. ამიტომ ჩვენ რო ვიპოვოთ ახლა მათემატიკური ლოდინი x კვადრატის, ეს იქნება 0-დან 2-მდე x კვადრატი სიმკვრივე 1/2x-ი dx. ეს იქნება 1/2 ინტეგრალი 0-დან 2-მდე x კუბი dx. ესა 1/2 x მე-4 4-თან 0-დან 2-მდე. ეს არის 16 8-თან და ეს არის 2. რა იქნება დისპერსია? იქნება ამას x კვადრატს გამოკლებული x კვადრატში. ამიტომ ეს იქნება 2-ს გამოკლებული 2-ს გამოკლებული ჩვენი 4-ის კვადრატი 16, მაგრამ რატომ მივიღეთ ჩვენ დისპერსია? 3 არ უი, ხო, აი აქ 3 არ გაგვითვალისწინებია იქ მგონი. 3, ხო? აქ 4/13 უნდა ყოფილიყოს მგონი. 1 წამი 1/2 გავიდა x კუბიდან, ანუ x 4 4-თან. არა, მათემატიკურ ლოდინში. აბა ნახოთ მათემატიკურ ლოდინში. აი x კვადრატ მე-13. ხო, აი, ნახე, რომელმა მითხრა ეს სალომემ? აბა. აი ნახე რა ყურადღებით არის სალომე, ოჩახში. კარგია, 2 ქულა გაქვს. აი აქ 3-ზე არ გამიყვია და თქვენ კიდე არ შეხედოთ. ანუ 4/3, ხო? იმიტომ გამიკვირდა.
მინუს ამას 4 მე-13-ის კვადრატი იქნება 16 მეტრად, იმიტომ რომ დისპერსია უარყოფითი არ არის, ხო? და ეს იქნება 18 - 16 9-სთან და არის 2 მე-9. ნუ სტანდარტული გადახრა იქნება ფესვი აქიდან, ხო? კარგი, ესე იგი ამაზე ეს ჩვენ ვიპოვეთ. ახლა კარგი, ახლა ესეთი გავაკეთოთ, თქვათ, მოცემულია ლაპლასის ტიპის შემთხვევითი სიდიდე, ანუ და მისი სიმკვრივეს აქვს ესეთი სახე fx უდრის a ჯერ e ხარისხად მინუს ლამდა მოდულ x-ი და ლამდა მეტია 0-ზე და იპოვეთ a კოეფიციენტი და განაწილების ფუნქცია. კაი. ეხლა a კოეფიციენტი უნდა ვიპოვოთ, ნუ ლამდა, ესე იგი ლამდა იგულისხმება აქ რაღაცა მუდმივია და a უნდა ვიპოვოთ. ანუ აქაც დავწეროთ ინტეგრალი მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე სიმკვრივიდან 1-ის ტოლი a. ეხლა გავაკეთოთ ესე. გავიტანოთ. და გავხლიჩოთ ეს, ხო? ანუ მოდული გავხსენ, ხო? ეხლა აი ამ პირველი ინტეგრალის მნიშვნელობა რა იქნება? e ხარისხად ლამდა x-ი ლამდასთან მინუს უსასრულობა 0, აქ იქნება მინუს ლამდასთან. ამაში 0 რო ჩავსვათ, ეს იქნება 1 ლამდასთან და ამის ზღვარი მინუს უსასრულობაში 0-ია. კარგი. ეხლა აქ რო პლუს უსასრულობა ჩავსვათ, ამისი ზღვარი 0-ია, ხო? და აი აქ იქნება პლუს 1 შეფარდებული ლამდასთან. ესე იგი a შეფარდებული ესთან და a იქნება ლამდა ნახევარი. გავიგეთ? დიახ. კარგი. ეხლა მეორე საკითხი, რაც ჩვენ გვინდა, ვიპოვოთ განაწილების ფუნქცია. ეს გვაქვს ჩვენ ესეთი. აქ ლამდა ნახევარი. ხო, ეს არის. ეხლა მოვიქცეთ ესე და როგორ ვიპოვოთ ჩვენ აი ამ ჩვენი x-ის ამ შემთხვევაში განაწილების ფუნქცია. ანუ პირველი, რაც ჩვენ გვინდა, x-ი ჩვენთან არის ნებისმიერი რიცხვი და ამიტომ მოვიქცეთ აქ ჩვენ შემდეგნაირად. ჯერ ავიღოთ ეს აი ესე, ეს იყოს მინუს უსასრულობიდან, ნუ თქვათ აი აქ x-ი ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ დადებითი, x-ი იყოს ნაკლები ან ტოლი 0-ზე, მოდი ესე განვიხილოთ, ხო? ჯერ x-ი იყოს ნაკლები 0-ზე, მაშინ თუ აქ x-ი გვაქვს ჩვენ ნაკლები 0-ზე, რა გვიწერია აი აქ? ეს იქნება მინუს უსასრულობიდან x-ამდე და აქ იქნება აი ეს. ხო? მაშინ ჩვენ აქ გვექნება e ხარისხად ლამდა x-ი შეფარდებული ლამდასთან და აი ეს, ნუ აქ t უნდა დავწერო პრინციპში ფორმალურად ეს. ხო? აქ იქნება შესაბამისად t და აქ იქნება აი ეს, ხო? ეხლა ამაში მე რო x ჩავსვამ, ეს იქნება e ხარისხად ლამდა x-ი ლამდასთან და მინუს უსასრულობაში ეს იქნება შესაბამისად რა?
ამისი ზღვარი მინუს უსასრულობაში იქნება 0. და გვიჯდა ეს, ხო? ანუ ეს იქნება ეხარისხად ლამდა x-ი გაყოფილი 2. კარგი, ეხლა ჩვენ განვიხილოთ შემთხვევა, როცა x-ი მეტია 0-ზე და ჩვენი განაწილების ფუნქცია გვექნება ამ შემთხვევაში ლამდა ნახევარი მინუს უსასრულობიდან 0-მდე, ეს იქნება ეხარისხად ლამდა t dt და პლუს 0-დან x-მდე ეხარისხად მინუს ლამდა t dt. ესე, ახლა ეს ჩვენ პრინციპში აი ეს მინუს უსასრულობიდან შეგვიძლია უკვე დავწეროთ ესა ლამდა t და აი აქ გვაქვს ლამდა და 0 და მინუს უსასრულობა. ახლა აი აქ გვექნება ეხარისხად მინუს ლამდა t მინუს ლამდასთან და ჩასმა 0-დან x-მდე. ახლა ეს გვექნება ჩვენ ეს არის ერთი შეფარდებული ლამდასთან და ეს არის 0. აი აქ რომ x-ი ჩავსვა, ეს იქნება ეხარისხად მინუს ლამდა x-ი, ხო? ლამდასთან და მე რო აქ 0 ჩავსვა, ეს არის პლუს დაბლანასაც წერთ ეგ აღარ ჩანს, თუ შეიძლება რომ აწიოთ. დიახ, მადლობა. გადაწერეთ ჩანს? დიახ, ჩანს. უნდა გადაწერეთ. მე გადავწერე. კარგი. ეხლა აქეთ რა გვექნება? ლამდა ნახევარი, აქ გვექნება 2 ლამდა. ეხლა რო გავხსნათ, ესა 1 მინუს ეხარისხად მინუს ლამდა x-ი 2-თან. ხო? აბა ნახეთ ჩანს კარგად? დიახ, ჩანს. კარგი, ეხლა მოდი დავწეროთ რა მივიღეთ ჩვენ. მასშტაბები განაწილების ფუნქცია მე მივიღე 0.5 ეხარისხად ლამდა x-ი თუ x-ი ნაკლებია 0-ზე და 1 მინუს 0.5 ეხარისხად მინუს ლამდა x-ი თუ x-ი მეტია ან ტოლი 0-ზე. ეხლა შეხედეთ აქ შევამოწმოთ არის თუ არა განაწილების ის ფუნქცია თვისება შესრულებული, რომ ამისი ზღვარი მინუს უსასრულობაში 0-ია, ამისი ზღვარი პლუს უსასრულობაში 0-ია, 1 მინუს 0 1-ია. ანუ ეს მივიღეთ უკვე ჩვენ განაწილების ფუნქცია. გავიგეთ ესა? კარგი, ეხლა კიდე რა მინდა? ხო, მოდით ეხლა პარალელურად გეტყვით მაშინ ორგანზომილებიანი ვექტორის განაწილების კანონიდან, ოღონ დისკრეტულ შემთხვევაში, რადგან არ იცით ჯერჯერადი ინტეგრალი როგორ ვიპოვოთ ცალკეული განაწილებები, ნახეთ. თქვათ მოცემულია ესეთი ვექტორი x-ი, y-ი. და საერთოდ როცა არის მოცემული ორგანზომილებიანი ვექტორი, ესა მისი ერთობლივი განაწილების კანონი. ანუ ახლა ეს რას ნიშნავს? აი ნახეთ ალბათობა იმისა, რომ ეგერ დავწერ. ალბათობა იმისა, რომ x, y ვექტორმა მიიღო მნიშვნელობა, ნახე 0 მინუს 1 ეს უდრის 0-1. ალბათობა იმისა, რომ ვექტორმა x, y მიიღო მნიშვნელობა
0 0 არის 0 2. გასაგებია ეს თითოეული ალბათობა არის ერთობლივი ალბათობები. ეხლა თურმე ყოველთვის ორგანზომილებიანი ვექტორის განაწილებიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ცალკეული, ანუ ეგრეთ წოდებული მარგინალური განაწილებები და როგორ? აი მაგალითად x-ი ჩემთან არის აი ეს მნიშვნელობები. y-ის არის ეს, მაგრამ x-მა რომ მიიღოს მნიშვნელობა 0, მე ნახე რა პრინციპით ვიქცევი, x-მა მიიღო 0 ნიშნავს xy-მა მიიღო 0-1, ან xy-მა მიიღო 0-0, ან xy-მა მიიღო 0-1. ეს არის რომ xy-მა მიიღო 0-1, ან xy-მა მიიღო 0-0, ან xy-მა მიიღო 0-1. აი ეს. ხო, ეს თითოეული კიდე ნიშნავს 0-1 + 0-2 + 0. ანუ 0-3. ხო? მასშტაბი თუ ასე შევკრიბავთ, ესაა 0-3, ესე შევკრიბავთ არის 0-7 და მივიღე x-ის განაწილება. ანუ ესაა x-ის მნიშვნელობები 0-1, 0-3, 0-7. თუ ესე შევკრიბავთ, ეს იქნება მაშინ y-ის განაწილება 0-3, 0-5, 0-2 და y-ის მნიშვნელობები არის -1, 0-1, 0-3, 0-5, 0-2. ნახეთ აბა. ეხლა შეგვიძლია შევამოწმოთ არის თუ არა x-ი და y-ი დამოუკიდებელი შემთხვევითი სიდიდეები. თუ აი ეს ნებისმიერი ალბათობა, რაც აქ წერია, უდრის მისი ცალკეული ალბათობების ნამრავლს, მაშინ არის. ეხლა შევხედოთ 0-1 უდრის 0-3-სა და 0-3-ის ნამრავლს, არა. 1-ით თუ არ შესრულდა, დამოუკიდებელნი არ არიან, მაგრამ დამოუკიდებლობა რომ შესრულდეს, 6-ვე ესეთი ტოლობა უნდა შესრულდეს. გავიგეთ? კარგი, ეხლა შეხედეთ თურმე აი აქედან ასევე შეიძლება მიიღოთ პირობითი განაწილება. აი მაგალითად ვიპოვოთ x-ის განაწილება იმ პირობაში, ესეთი x-ის განაწილება პირობაში, რომ y უდრის 1. ხო? ეხლა რა იქნება ეს? ესა შემთხვევითი სიდიდე იქნება, ნახეთ. ეხლა x-მა მიიღო მნიშვნელობა 0 იმ პირობაში, რომ y-მა მიიღო მნიშვნელობა 0. ხო? აი ეს იქნება 0 იმ პირობაში, რომ y-მა, ანუ აი აქ მაშინ დაიწერება პირობითი ალბათობა x-მა მიიღო 0 პირობაში, რომ y-მა მიიღო 1. შემდეგ არის x-მა მიიღო 1 იმ პირობაში, რომ x-მა მიიღო 1 და y-მა 1. ახლა ეს პირობითი ალბათობა როგორ დავწეროთ? ეს ნიშნავს, რომ x-მა მიიღო 0 და y-მა 1 გაყოფილი პირობის ალბათობაზე, რომ y-მა მიიღო 1. x-მა მიიღო 0 და y-მა -1, ეს არის ისა 1 გვინდოდა ჩვენ, ხო? აი ეს არის 0 გაყოფილი y-მა მიიღო 1 0-2-ზე და არის 0 და ალბათობა რომ x-მა მიიღო 1 y-მა მიიღო 1 და პირობაში y-მა მიიღო 1, ნახეთ x-მა 1 და y-მა 1 ეს არის 0-2, ხო?
და გაყოფილი 0-2-ზე არის 1 და მართლაც ეს ყოფილა 0 და ეს არის 1. გავიგეთ? აი ამას ქვია პირობითი განაწილების კანონი. x-მა მიიღო ნიშნულობები 0 და 1 იმ პირობაში, რომ y-მა მიიღო ეს. აი, გადაიწერეთ ახლა ეს. გავიგეთ? დიახ. კარგი. ეხლა ამას შეიძლება მოყვეს ესეთი პირობითი მათემატიკური ლოდი. ეს რა იქნება შესაბამისად? მნიშვნელობები გამრავლებული პირობით ალბათობებზე. ხო? აი. ესეთი, ანუ ამ შემთხვევაში ეს იქნება 0-ჯერ, ხო? აი ეს პირობითი ალბათობა პლუს შემდეგ 1-ჯერ, აი ეს პირობითი ალბათობა და არის 1. გავიგეთ? ეხლა გვეუბნებიან, რომ შემთხვევით სიდიდეს x აქვს პირობითი ისა თანაბარი განაწილება 0-2-ზე. დაწერეთ მისი სიმკვრივე, სიმკვრივე იქნება 1 გაყოფილი ინტერვალის სიგრძეზე, როცა x-ი ეკუთვნის 0-დან 2-მდე და 0 იქნება სხვაგან. ხო? და დაწერეთ მისი განაწილების ფუნქცია. ეხლა რა იქნება მის განაწილების ფუნქცია? ეს იქნება 0 თუ x-ი ნაკლებია 0-ზე. ეხლა თუ x-ი მეტია, ტოლი 0-ზე და ნაკლებია 2-ზე, ეს იქნება მინუს უსასრულობიდან 0-მდე ft dt და 0-დან x-მდე ft dt. ну ეს გაქრება 0-დან x-მდე, ესა 1/2 dt, 1/2 x-ი იქნება ეს, ანუ აი აქ 1/2 x-ი და თუ x-ი მეტია 2-ზე, ეს არის 1. ეს იქნება განაწილების ფუნქცია. ну აი ამ განაწილების ფუნქციისათვის იპოვეთო ინტერვალში მოხვედრის აი ამ x-ისთვის, რომ მეტია 0-ზე და ნაკლებია 0.5-ზე. ესა განაწილების ფუნქცია 0.5-ში მინუს განაწილების ფუნქცია 0-ში. ხო? ეს 0-ია, ეს იქნება 1/2 ანუ 0.25. x-ი როცა მეტია 2-ზე, მაშინ 0 არ იქნება f(x)-ი? არა. შეხედეთ რატო? მე რო დავწერო აი x-ი მეტია 2-ზე, ეს იქნება მინუს უსასრულობიდან x-მდე ft dt. ეს არის 2-ზე მეტი, ამიტომ ეს დაიხლიჩება მინუს უსასრულობიდან 0-მდე ft dt, მერე იქნება 0-დან 2-მდე ft dt და მერე იქნება 2-დან x-მდე ft dt. ეს 0-ია, ეს 0-ია. რა დარჩა? 1/2 dt. ანუ ეს იქნება 1/2 რა?
x ჩასმა 0-დან 2-მდე და არის 1. გავიგეთ? კი. კარგი, კიდე რა შეიძლება? ხო. მე ხარ თქვა თუ დისკრეტული ტიპი გვაქვს. თქვა x -2 -1 0 2 ალბათობები 0 1 0 2 0 2 0 4 და 0 1. ხო? და გვეუბნებიან იპოვეთ ალბათობა იმისა, რომ x-მა მიიღოს ნიშნულობები -2-დან 1-მდე. -2-დან 1-მდე, აი ამ სამი ნიშნულობას მიიღებს. უდრის -2-ს, ან x უდრის -1, ან x უდრის 0-ს. და ესაა შესაბამისად 0,1 + 0,2 + 0,2-ის ჯამი და ესაა 0,5. ხო? მისი მათემატიკური ლოდინი ეს არის -2 ჯერ 0,1 -1 ჯერ 0,2 0 ჯერ 0,2 1 ჯერ 0,4 2 ჯერ 0,1. ამიტომ ესა -0,2 ხო? შემდეგ არის -0,2 0,4 და 0,2 და 0,2. რა არის დისპერსია? ეს არის კვადრატის ლოდინს გამოკლებული ლოდინის კვადრატი, ხო? ax კვადრატი რა იქნება? ნიშნულობები ავა კვადრატში და ალბათობები დარჩება იგივე 4 ჯერ 0,1 1 ჯერ 0,2 0 ჯერ 0,2 1 ჯერ 0,4 და 4 ჯერ 0,1. ეს იქნება 0,8, ხო? მერე იქნება 0,6 და 1,4. მასშტაბი დისპერსია არის 1,4 -0,0,4 და 1,4. აი აქ იქნება რა? გავიგეთ? დიახ. ეხლა ასეთი დავალება მოცემულია ფუნქცია 0 sinus x და არის თუ არა fx-ი განაწილების ფუნქცია რაღაც შემთხვევითი სიდიდისა. ახლა შევხედოთ პირველ fx-ი არის არაკლებადი. კი ბატონო. მეორე, აი ამ ფუნქციის ზღვარი, როცა x-ი მიისწრაფის პლუს უსასრულობაში 1-ია, როცა x-ი მიისწრაფის მინუს უსასრულობაში 0-ია, შემდეგ უწყვეტია მარცხნიდან, ხო? და ანუ ყველა ეს პირობა პრინციპში სრულდება. მაშასადამე ეს არის განაწილების ფუნქცია. გასაგებია? შეიძლება იყოს ესეთი დავალება. უცელი რომ აწიოთ შეიძლება? ნახეთ. შეიძლება იყოს ესეთი შეკითხვა. თუ f1x-ი არის განაწილება და f2x-ი განაწილების ფუნქცია, არის თუ არა ჯამი განაწილების ფუნქცია?
არა, იმიტომ რომ ზღვარი პლუს ჩასრულობაში 2-ია. აქ რო დაიწეროთ C1 და C2, ვთქვათ C1 + C2 რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ იყოს განაწილების ფუნქცია. შეიძლება ესეთი შეკითხვა იყოს. კაი, გავიგეთ ესა? გავიგეთ? დიახ, მადლობა. აი, ამისთან ვთქვათ, ორგანზომილებიან უწყვეტზე არ გადავდივარ, იმიტომ რომ ვთქვათ, აი აქ დამოუკიდებლობა, უწყვეტობა, ერთობლივი განაწილებიდან, ცალკეული განაწილების პოვნა და რაღაცა, ეს არ გვაქვს ნასწავლი. ბატონო პეტრე, ეგ წიგნი ვისია? აი ეს ესეთი კრებულია, აი. რუსული კრებულია ანდროხაევი. აჰა. ანუ ბევრი სხვადასხვა კრებულები მაქვს. მადლობთ. აი, ერთი მაგალითსაც გაგაკეთებიათ ახლა რაც მინდა. თქვათ მოცემულია x-ი შემთხვევითი სიდიდე, რომელიც განაწილებულია ნორმალურად პარამეტრებით 0, 1. და იპოვეთ ჟ-ი განაწილების ფუნქცია, სადაც y არის x კუბი. ანუ შეხედეთ, ანუ პრაქტიკულად x კუბის განაწილების ფუნქცია გვინდა. ეხლა რა უნდა ვიცოდეთ? fx-ი, ანუ თუ არის ნორმალური და პარამეტრები არის 0 და 1, მისი სიმკვრივე არის 1 შეფარდებული ფესვი 2π ეხარისხად -x²-9. ხო? კარგი. ეხლა რა უნდა დავწეროთ ჩვენ? ნახეთ, მე ვიცი რომ განაწილების ფუნქცია ეს არის y-ნაკლებია x, ეს, ხო? ხა მე ვწერ, ეს არის ალბათობა, რომ x კუბი ნაკლებია x პატარა z. ეხა ეს ვინაიდან არის მკაცრად ზრდადი x კუბი, ამიტომ ეს იქნება, რომ x-ი ნაკლებია კუბური ფესვი x-დან. ხო? და მაშასადამე აქ რაც დაჭდა, ეს არის x-ის განაწილების ფუნქცია, ოღონდ აი ამ წერტილში. ესე იგი გამოვიდა, რომ y-ის განაწილების ფუნქცია, ესა x-ის განაწილების ფუნქცია, ოღონდ ამ წერტილში. ეხლა ჩვენ სიმკვრივე გვინდა, ხო? y-ის სიმკვრივე შესაბამისად იქნება ამის წარმოებული. და ამის წარმოებული ნიშნავს მე გავაწარმოვე ეს, არა ეს უკვე რთული ფუნქციაა და ეს უნდა გავამრავლოთ ასევე ამის წარმოებულზე. ანუ -x კუბის წარმოებულზე, ეს იქნება -1/3 ხარისხად -2/3. ეხლა განაწილების სიმკვრივე ხო ეს არის f(x)-ის. ამიტომ წერ 1 გაყოფილი ფესვი 2π, x-ის მაგივრად მე ჩავწევ აი ამას, ხო, ესა მინუსი და აქ იქნება კუბური ფესვი x-ი კვადრატში 2-თან და -1 3 კუბური ფესვი x კვადრატიდან. გასაგებია? აი ეს იქნება აი აქ. ნუ რადგან აქ ცვლადი y მაქვს, აი აქ ჩავწერ y.
გავიგეთ? ეს გავიგეთ? დიახ, გავიგეთ. კარგი, აბა კიდე რა გვინდა შეკითხვები მკითხეთ? საკონტროლო ოთხგულიანია, ხო? ხო, საკონტროლოს ესე იგი, ნახეთ, მოვიტან ბავშვებო 5 დავალებას, აი ზუსტად აი ისეთიდან, რაც დღეს თავიდან ბოლომდე გაგაკეთებიეთ. ნახე, კოეფიციენტის პოვნა, განაწილების ფუნქცია, ლოდინი, დისპერსია და ერთი შეკითხვა. გავიგეთ? დიახ, და დრო რამდენი გვექნება? ბატონო, დრო რამდენი გვექნება? 1 საათი, მე მგონი გვეყოფ. უკაცრავად ცოტა რომ დავუმატოთ. ანუ PDF ფაილს დრო უნდა და. კი ბატონო, დავუმატოთ. ა? საათ ნახევარი რო გქონდეს. კაი, იყო საათნახევარი. მადლობა. კაი, ეხლა მოდი ვნახოთ ვინ ესწრება, იმიტომ რომ მე აღრიცხვაში დასწრებაში ქულას ვწერ, ხო იცი? მოვიკითხა აფხაიძე გიორგი არ გვესწრება, ახმედოვა ზოხრა. ხო, დიახ, მომავალ ხუთშაბათს. ახმედოვა ზოხრა არის? არ. კარგი, ბერუაშვილი ანი არის. კარგი. ბირკაძე არ არის? გალოგრე ირაკლი? ვარ. შემდეგ გელაშვილი გვანცა? არ არის. გეწაცე გიორგი? ვარ. გიორგი რატო არ ესწრებით ხოლმე? რავი აბა. რა არის მიზეზი? დაკავებული ხართ? ასე თუ ისე. კი ბატონო, თქვენი საქმე ისა, თქვენი თამაში იცით რომ ნიშანი იწერება. გურბანოვა ლუტყუ? ვარ. დევდარიანი ნიკოლოზი არის? ვარ. ინასარიძე ანდრია? ვარ. კარგი. კივი ყავილაძე ლიზი? ვარ. კაპანაძე სალომე ალბათ არ არის? კევლიშვილი ანა? ვარ. Hmm, ანა რატო არ დადიხართ? არ ვიცი. ბატონო? არ ვიცი. უბრალოდ ვინიცის? კვარაცხელია ნანო? კურტანიძე ხატია? ვარ. ზმირზაევა აფსანა? ვარ. ორჯონიკიძე გვანცა? დაბატაძე ნინო? ვარ. ფაშაევი ზვეიდა? ვარ. ფოცხიშვილი ალექსანდრე? ხამხაძე შორენა? ვარ. ქარსელაძე ნუცა? ვარ. უჭუმელი ალბათ არ არის? ურაშვილი მათე? ვარ. შენგელია გიგა? ჩახოიანცი მარიამი არის? ცეცხლაძე ლუკა? ვარ. ჯუმბურიძე მარი? ვარ. ხაჩიძე დავითი? ხითარიშვილი სალომე? არის? ვარ. ჯაფაროვი ელვინი? ვარ. ობაიძე ლაშა? ვარ.
კარგი. და ჯავახიშვილი ნიკოლოზი. ნიკოლოზ. კარგი. ეს. ესე იგი, საკონტროლოზე შეხედე ერთი შეიძლება ეს ბოლო მაგალითი მოვიტანო ესეთი. ვთქვათ, მოცემულია რაღაცა განაწილების ფუნქცია და ვთქვათ, ვიპოვოთ რაღაცა Gx-ის განაწილების სიმკვრივე. გასაგებია? ესე იგი, ერთი წამი შემდეგ ესე იგი, საკონტროლო წერის დროს ნახეთ, ყველაფერი ეს დეტალურად უნდა დაწეროთ. ხო? აი ეს. და პრაქტიკულად ჩვენ ამით დავამთავრებთ უკვე. განარჩენი იქნება საგამოცდო საკითხები. გასაგებია? დიახ. ეხლა მოემზადეთ წერისთვის. წერა იქნება 20 ქულიანი და შესაბამისად დიდი წონა აქვს, 20 ქულა იქნება საკონტროლო წერა და 10 ქულა იქნება დასწრება. აი ეს არის. კარგი, შემდეგ ხუთშაბათ პირველის ნახევარს. ეხლა თავისუფალი ხართ. ნახვამდის.